იმ ადამიანებს მიმართავდი, ვისაც ეხლა სალომე ზურაბიშვილის ამერიკულ ვოიაჟებზე იმედები აქვს დამყარებული და ვისაც აი ეგ ყველაფერი ეგ თეატრი და ეგ იაფასიანი ცირკი, ვისაც ის გონია რაღაცა ჭეშმარიტება და სიმართლესთან ახლობა. ესე იგი, ეხლა გაჩვენებთ პატარა ვიდეოს და მე გავაგრძელებ საუბარს. ძალიან მოკლე ვიდეოა და აი ნახოთ. ბატონიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. ასე გამოდის, იმიტომ რომ გვეუბნებიან, რომ ეხმარებოდა რუსული გავლენის ტიპები, რუსული ფულით, რუსული დეзинფორმაციული ხერხებით ეხმარებიან ტრამპს. აქ ბოლოს ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო არ უნდა გავყიდოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ერთ-ერთი ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. აი ეხლა ბოლო ამ ადამიანების ამორჩევლებმა არ უნდა გაბედოთ და კითხვა არ უნდა გაგიჩნდეთ და სიმართლეს არ უნდა შეხედოთ თვალებში, რომ როდის არიან მართლები ესენი, მაშინ როცა ამ განცხადებებს აკეთებენ თუ დღეს როცა რავი ტრამპს აღმერთებენ და თურმე ერთადერთი აი ტრამპი იქნება ჩვენი ხსნა და ზურაბიშვილს რო უშვებენ იქ ტრამპთან. ოპოზიცია არის რო ვიძახი ბალამუტის რეჟიმში თქო, აი ეგ არის ზუსტად. სხვა არაფერი არ ქვია. ამათ პოლიტიკოსები და ამათ საქმიანობას პოლიტიკური საქმიანობა არ ქვია. ესენი არიან თაღლითები და აი ბალამუტის რეჟიმში გადასულები. ეს ხალხი თავის ამორჩეველზე არიან ძალიან დაბალი წარმოდგენის რო იცოდეთ და თავიანთ ამორჩეველს პატვის არცემენ, ეგეც იცოდეთ და თავიანთ ამორჩეველს უყურებენ როგორც აი ბნელ და განუვითარებელ და რაღაცა გაუნათლებელ საზოგადოებას. ამას რატო ვიძახი და გეტყვით ახლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია რო თავის ამორჩეველს აი მაგ რაღაცა განუვითარებლად და ბნელად და გაუნათლებლად არ თulides, ამდენს არ გაბედავდა ოპოზიცია და თავის ამორჩეველს დღეს ერთის მტკიცებას არ დაუწყებდა და ხვალ საპირისპიროს მტკიცებას არ დაუწყებდა. ოპოზიცია თავის ამორჩეველს პატივს სცემდეს და თავის ამორჩეველს ისე აფასებდეს როგორც აზემოსულ ადამიანებს, არ დააჯერებდნენ იმას, რომ ზურაბიშვილი პუტინის გამოგზავნილი კაკებეშნიკი ყლექალა აგენტიაო და მეორე დღეს იმას აჯერებენ თავის ამორჩეველს, რომ აი ეს პუტინის გამოგზავნილი კაკებეშნიკი ყლექალა ყოფილა თურმე ამ ქვეყნის ერთადერთი ხსნა. გამოდიან და თავის ამორჩეველს როგორ თქვა, არ მინდა რომ უხეშად გამომივიდეს და ვინმეს გული დაწყდეს და ეტკინოს, მაგრამ არ გამოდის რა ამაზე უფრო სხვანაირად. თავიანთ ამორჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან და პირდაპირ უპატივცემულოდ ექცევიან და შეურაცხყოფას აყენებენ თავიანთი ბალამუტით. და მეც ეჭვი მიჩნდება, რომ არ ვიცი, რაღაცა ძალიან გამოაშტერეს ეს ხალხი, რომ აი ამ აშკარა და აცდენებს და ამ აშკარა რაღაცა ბოდვებს ვერ სწორად ვერ აღიქვავენ ეს ადამიანები. მე რომ ვიძახი, რომ ფორმულა და ტევ პირველი და მთავარი დასახურია და გასაუქმებელი თქო, სწორედ იმიტომ ვიძახი, რომ აი ეგ არხები, ეგ ტელევიზიები არიან ის ტელევიზიები, რომლებიც ტვინებს ურეცხავენ ადამიანებს და რომლებმაც ისე გააბეჭავეს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები და გარკვეული ნაწილი, იმდენად გააბეჭავეს, რომ აი ყველაფერს აჯერებენ და აი ამდენი სისულელის ლაპარაკის უფლებას აძლევს ოპოზიცია თავის თავს. ოპოზიცია თავის თავს იმის უფლებას აძლევს, რომ თავის ამორჩეველს მოექცეს როგორც არ ვიცი, როგორც პირუტყს ისე, იმიტომ რომ შენ თუ ადამიანს აფასებ და რაღაცა იმის გონებრივ შესაძლებლობებში ეჭვი არ გეპარება და იცი რომ რაღაცა სწორად აფასებს პროცესებს, ასეთ შემთხვევაში შენ იმ ადამიანს მაგების მტკიცებას არ დაუწყებ, რასაც აი ეს ოპოზიცია უმტკიცებს თავის ამორჩეველს და ესენი რომ თავის ამორჩეველს რაღაცა როგორ თქვა რა, მართლა იმათ აღითქვავდნენ ყველაზე კარგებად და ყველაზე გამორჩეულებად როგორც ეძახიან,
არ მიაყენებდნენ ამ ხელშეურაცხყოფას და დღეს იმაში არ დაარწმუნებდნენ, რომ ზურაბიშვილი კაკებეშნიკია და ხვალ იმაში არ დაარწმუნებდნენ, რომ ზურაბიშვილი ერთადერთი ხსნაა. დღეს იმის მტკიცებას არ დაუწყებდნენ, რომ ივანიშვილი აფინანსებსო ტრამპსო და ტრამპის კამპანიასო თავისი სიძის და ვიღაცების საშუალებითო და მთელი 4 წელიო ტრამპის წინა მმართველობას ეძახიან პუტინის რეჟიმს და რუსულ მმართველობას ტიპები და დღეს გამოდიან და ისევ თავის ამორჩევლებს რაღაცა იმის იმედებს აძლევენ, რომ აი ტრამპი თურმე თითს დაუქნევს ბიძინას და რატო არ უჩნდება ამ ადამიანებს კითხვა ამ ოპოზიციასთან არ ვიცი, რატო არ ეკითხებიან, რომ როდის გჯეროდეს ბოლო-ბოლო თქვენი მაშინ როცა იძახდით, რომ ტრამპიც პუტინია და სალომეც კაკებეშნიკია და ბიძინაც პუტინია თუ დღეს როცა მარტო ივანიშვილი დარჩა პუტინი და ტრამპი თურმე ის ყოფილა რაღაცა დემოკრატიის გურუ და ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური არსება ამ ქვეყანაში. აი ეგეთი ბოდოებში არიან და ეგეთი არათანმიმდევრულები და ეგეთი საზიზღარი ოპოზიცია გვყავს და ეგრე უპატივცემულოდ ექცევა ადამიანებს და რა დღეში ჩაყარეს მართლა წარმოიდგინეთ რა ადამიანები რომ ესე იგი აი ამ რაღაცებთან ადამიანებს რო კითხვები არ უჩნდებათ აი ამ აშკარა ფაქტებთან აშკარა იმის ფაქტებთან რომ ეს ადამიანები პოზიციებს წამდაუწუმიცვლიან და დღეს ერთ სამტკიცებენ და ხვალ მეორეს აი ამაში მიყვება რა ამათ თავიანთი ამორჩეველი და კითხვა არ უჩნდებათ რა ამ აშკარა რაღაცა ბალამუტზე და ამ აშკარა რაღაცა ბოდოებზე არ ვიცი სხვა რა ვთქვა და რანაირად ავხსნა ის რაც დამართეს აი ამ ადამიანებმა თავიანთ ამორჩევლებს და მხარდამჭერებს მაგრამ მადლობა ღმერთს რომ საზოგადოების უმრავლესობა ამ ქვეყანაში მართლა განათლებული აღმოჩნდა მართლა საუკეთესო აღმოჩნდა და არ მიცეს აი ამ ნაგავ ოპოზიციას იმის საშუალება რომ ეს ქვეყანა ხელში ჩაეგდო